რატომ ამოვირჩიე მარიამი და მისი ისტორია? იმიტომ რომ ის არის საინტერესო იმით, რომ შექმნა უნიკალური მალამოები, რომელიც დღეს ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს კანის პრობლემებში და ასევე კუნთების და ართრიტების პრობლემებში. მალამოები, რომელიც შექმნა მარიამმა, არ არის საიდანღაც მოპარული რეცეპტებით. ეს რეცეპტები მოვიდა უნიკალური გზით. აი ესე, უბრალოდ ერთშვენიერ დღეს გაიღვიძა და შექმნა. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მალამოებმა ფაქტიურად შექმნეს მარიამის ბრენდის და აგვირგვინეს, რასაც ქვია მარიამის ბრენდის ისტორია. და თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად, სადაც კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანების ისტორიას განვიხილავთ და არ დაგავიწყდეთ ზარი და კომენტარი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი არხისთვის. მიყვარხართ. მე ჩემი მაღაზია უნდა გავხსნამეთ. და კი, მაგრამ რითი, ანუ სულ მაქვს $5,000, $20 და $5 ნაგროვები. ხო. $5,000 როგორი ღადაობა არის ხა იქ, იცი რა? ანუ თვითონ მაღაზია რო აიღო, სულ იაფიანი $4,500, $5,000 რო აიღო, 15,000 გინდა რომ შეხვიდე. საერთოდ კარგიო. აი, სად იყო ძალიან დიდი გადამტეხი მნიშვნელობა, გადამტეხი მომენტი, რომ დედა და ქმარი მენდნენ. და ჩემი პირველი საპონი ვინ იყიდა იცით? დაჩიმ. კაი. 25 ცენტიანები დღემდე შენახული მაქვს, მომიტანა და ესე მითხრა, რომ მე უნდა ვიყიდო შენი პირველი საპონიო. და დღემდე შენახული მაქვს კი. მირჩევა მეგობრებმა ეს კულტურა მაინც გაქვს შენ დანერგილი, რომ რადგანაც ჩვენთან ზოგადად ესია, თუ პირველი საპონია, ყველას უნდა აჩუქო. და აი ეგ ძალიან სწორია, ეხლა ალბათ მაინც ამერიკა ამას ასწავლის ადამიანებს, რომ როდესაც ადამიანი არის დამწყები და მას ჭირდება გვერდში დგომა, იქ ჩუქება შენ ეხლა შეგიძლია ვთქვათ, ხო? რადგანაც უკვე საკმაოდ კაი ბიზნესვუმენი ხარ თუ ანტრეპრენერი. ჯერ ანტრეპრენერი. ნუ ამასაც ჩავშლით. თუმცა ჩემი აზრით მე მაგალითად მიხარია რომ აი ესე გვერდში დაგიდგა მაინც ხალხი და კი, ჩემო მეგობრებმა, ჩვენმა საახლობლო მასა დაწყეს. იცი რა არის? აი ახლა უბრალოდ მაინტერესებს. აი თქო ვიღაცა ნინომ გახსნა კაფე. ნინოს ყავს დედა, მამა. ამ დედას და მამას ყველას ნათესავები, ყავს ორი დაქალი, ორი მეჯვარე, ქმარი, ქმრის ძმაკაც. ყველა რომ მივიდეს და ყველას რომ მან უმას ერთხელ კი, როცა გახსნა არის და გასინჯვა და დაგპატიჟა და რომ გასინჯო. თუ მიხვედი და ელოდები რომ ნინომ არ დაგპატიჟა მთლიანად და მე შენ ნაწყენი ხარ. ის ნინოს ხო ბიზნესი აღარ ექნება. და თუ ისე ძალიან გიყვარს ნინო და გიხარია, მაშინ ადექი, წაიყვანე შენი მეგობრები, გადაიხადე ის თანხა, რომ იმ ნინოს ხელი შეუწყო, რომ იქამდე მივიდეს, რომ მერე დაგპატიჟოს. აი ეს არის ზუსტად მცირე ბიზნესი ერთმანეთს თუ არ დაეხმარა ადამიანები, ჩვენთან ზოგადად ესე იციან. ჩვენთან შინაუღდა შენდობა არ აქვს, ეგეც არის. ანუ ყველა უნდა მოვიდეს, აუცილებლად უნდა ყველა დაპატიჟო, მერე კიდე მეორეთაც რომ მოვა უნდა დაპატიჟო, მეხუთეთაც რომ უნდა დაპატიჟო და ეს დაპატიჟება საბოლოოდ განულებს, ხო მასეა? ჩვენ ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ესე ვართ გაზრდილები, სიტყვა არ ასთქმა. არა.
არა, უხერხულია ფულის როგორ უნდა გამოვართვა ფული. მაშინ ბიზნესი რატო გაქვს? მეგობარია, ეს ბიძაშვილია, ეს ბაბიდაშვილია. მაშინ რატომ გაქვს ბიზნესი? ხო და აი ნახე ასეა, ნუ არის საქართველოს სწორი. პოლიცია არ არის სწორი და ზუსტად მე მინდა რომ შენ დაანახო აი შენი თაობა მაინც სხვა არის. შენი თაობა სხვა არის, ჩემი თაობა მაინც სხვა არის. ჩვენ თაობაში მაინც უფრო აი ეს მომენტი მე იცი საიდან ვისწავლე ეს? საიდან? დედაჩემისგან. დედაჩემი არის დედაჩემ ბიზნეს არ უნდა გააკარო. ესე იგი, წავიდოდა ბაქოში, 3 დღე ავტობუსზე ხო იჯდა, აქეთ აგზავნა 3 დღე იქიდან თუ რა ვიცი როგორც იყო. იქ ხო დადიოდა ფეხებით, აი ესე ჩამოდიოდა და სიბული ქონა კოჭები. მოათრედა აი ამდენ რაღაცა დაზურგო. 3 დღე თუ 4 დღე ფეხზე ვერ დგებოდა და მე მქონდა ხოლმე ვიწერდი რა, ვის რა მიქონდა და ვის რა მოქონდა. და ბიჭო ვუყურებ. დედა მეთქი ეს რა არის? ანუ იყიდა იყო ამდენი, ვალი აქ ამდენი, აღარ ითვლებოდა ვისა. ვიცი რა და ეს რა არის მეთქი რა, დედა რატო აკეთებ მეთქი ამას თქო და იმას უფრო ჭირდება ვიდრე მეო. აი ნახე მარია, მე იმიტომ გეუბნები. მეც აბსოლუტურად მე მაქვს ბიზნესი 11 წელი. წელს უკვე 11 წელია, მე მგონი მე 12-ია. და შენ წარმოიდგინე, თავიდან მე იმდენად ვიცოდი, რა არის, რა მნიშვნელობა აქვს შენ ყავას ჩუქნი თუ შენ შრომას, ხო? უფრო ძვირია. უფრო ძვირია. ამერიკაში დღეს ჩემი პროცედურა, შენ მშვენივრად იმ დღეს ვსაუბრობდით, რაღაცა მე მგონი $500-ზე ნაკლები არ ღირს, ხო ასეა. მაგრამ ნახე ახლა რა არის ჩემი შვილი ზუსტად როგორც შენ ახლა ნანკა მე მაგალითად მეუბნებოდ დედა როდემდე იქნება კათარზისი აი გამაგებინე შენ შვილებს აკლდები მიდიხარ სამსახურში იმისთვის რომ აჩუქო ანუ გასაგებია რომ შეგიძლია პატივისცე მაგრამ ხო არ უნდა იყოს მაგრამ ნახე აქ არის კიდე ადამიანის ფსიქოლოგია თვითონ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ არ უნდა იჩუქოს ელემენტარულად. ეხლა ნახე. აი შენ შემთხვევაში ხო გაქვს სალონი? ადამიანი თქვათ ჩამოვიდა აი მე ჩამოვედი ხო? რამდენიც არ უნდა გეჯიკაო. შენ არ მართმევ ფულს. ხა აღნიშნავთ რატო? მე უბრალოდ ესეთი განსაკუთრებული კი არა ვარ. შენ არის ჩემი შვილი სოფიას ნათლია. ხო და ანუ ცოტა პრივილეგიებით სარგებლო. მაგრამ აი ნინიკომ გამიკეთა მასაჟი, გამიკეთა ლაზერი, დამამსგავსა ქალს. იმას ხო უნდა ვცე პატი, კაი შენ არ ნუ პატივს მცემ ხო ხა მე რაც ვაკეთებ. და რაც ჩემი აზრით სწორი არის. კაი თქვათ ეხ ჩემს რო ვილაპარაკოთ ვიღაცა ხო რომ ჩამოან სხვა გავაკრიტიკოთ. რომ მიხვალ ადამიანო და თუ გცა პატივი გატიპე, აი ჩაი რა, აუცილებელი ყურე ჩაი მოგიტანონ 50 ლიტრი დაუტოვო, კაცო. იმას პატივი ეცი, იმ სხვანაირად ეცი პატივი. ეს ენერგიის გაცვლა არის, მარტო ფულიც კი არ არის, სხვანაირადაც შეიძლება. ამან დაგეხმარა შენ ფეხზე დადგომაში თუ უცხო ადამიანები მაინც. ანუ შენ რო გვერდში დამიდა ოჯახი, მეგობრები, ის მეგობრები ყავდა, ვინც ყავდა იქამდე თუ სამეგობრო წრეც შეიცვალა. მე მანამდე უკვე შევცვალე. მანამდე ხომ მე მაშინ 2017-18 წელს როდესაც შევცვალე ყველაფერი, ის საერთოდ შეწყვეტა ყველაფერი. ანუ აბსოლუტურად სხვა ადამიანები არიან ბიზნესის მქონდა. მე ადამიანებს იცი რას როგორ ვიყურებ. აი ნახეთ მე კიბე ხო არის. კიბეზე ესე ვითხოვ ნახავ და ყველა საფეხურზე ხო უნდა დადგე. ყველა საფეხურზე მაგალითად მყავს მეგობარი ქეითი, რომელიც იმ პერიოდში ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ ის ვეღარ გამომყვება. ის ქეითი იმისთვის არის დედამიწაზე, რომ მე დამეხმაროს ამ შემდეგ კიბეზე ავიდე და მე როდესაც ამ კიბეზე ვალ, მე არის შორენა, მე არის ნინო, მე არის თამუნა და მე ვთქვათ, მე ვარ და იმიზოვით კიდე ბევრი კიბერი და მე ვეხმარები ვიღაცა მარიამს, ხო? ანუ ჩვენ ვართ კიბის საფეხურები ადამიანების ცხოვრებაში და მე იმ ყველა ადამიანის ძალიან მადლიერი ვარ. ყველა უფროსის რომელმაც გამომაგდო სამსახურიდან მიყვირა, შეურაცხყოფაც მომაყენა, ან ძალიან კარგად მომექცა, იმიტომ რომ ვისწავლე როგორი უფროსი არ უნდა ვიყო, ერთი თანამშრომელი მყავს თითქმის 3 წელია ჩემთან მუშაობს. თითქმის 3 წელია, თუ 5 წელია მაღაზია მაგ.
ისიც მასწავლის როგორ უნდა უთხრა პირდაპირ შენთვის არ არის ეს და წადი დამანებე თავი დაგეხმარები სხვა სამსახურს გაპოვნინებ უღონდა ძაქე და წადი არ ხარ ბედნიერი ეგეთი შემთხვევაც გქონია დღემდე მეგობრულად ვარ იმ გოგოსთან ვინც გაუშვი სამსახური ის მეგობრები ბევრ რამეში დამეხმარნენ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის ყველა ტყუილისთვის იმიტომ რომ უკვე ვიცი რომ როგორ არ უნდა მოტყუვდე ყველა ტკივილისთვის ყველა ზურგში დანის ჩარტყმისთვის ეს ძალიან ბევრი საკითხია რომელზეც შეგვიძლია ვაპარაკოთ მარტო გამოდიოდი ამ მდგომარეობებიდან აი შენ მადლიერი ხარ გაკვეთილებს ღებულობდი ჩემი ანგელოზების დახმარებით იმიტომ რომ ადამიანებთან საუბრით არა ვარ ეგეთი ხო ბევრს ლაპარაკი უცავარ ლაპარაკიც მიყვარს რაღაცა მაგრამ აი ჩემ შინაგანად ცოტა მაგ პერიოდში არა ეხლა უფრო ვილაპარაკ ანუ ეს საპონი როგორ შეიქმნა ეს საპონი როგორ შეიქმნა და ეს იყო ჯერ ჩაოლებრივად დავიწყე ფერად საპონით უკვე რომ გადავწყვიტე რომ ბიზნესი დავიწყო ჯერ მაგ დროს ფერად საპონს ვაკეთებდი რატო ყურადღება რომ იგექცია ხო იმიტომ ის უნდოდა ხალხს ჭირდებოდა რა უნდოდა მე დავიწყე უკვე ეხლა ხო ზოდიაქოს უკვე მერე მოვიდა ესე იგი 11 იანვარს რო დილით რო ავდექი და დავიწყე ბოდიალი 25 იანვარს ვიპოვე პირველი ჩემი მაღაზია 14 დღე განუწყვეტლივ ვეწებდი ამ პატარა კუნძულზე 37 ადამიანმა მითხრა რომ გიჟი ვარ და ვერ ვიპოვნი ვერაფერს ჩემი ბიუჯეტით 37-მა ესეთი სიტყვები მითხრა You crazy Maria, you crazy, you never find anything ებრაელი არის და Maria და Maria. აუ მეთქი watch me თქო. აი რომ მითხრეს რომ ვერასდროს ვერ იპოვნი და ვერ გააკეთებ, მანდ უკვე всё რა, ეგ არ უნდა მითხრა. აი ეგ არის ჩემთვის ისა ბიჭი. მაგ დღეს ვიპოვე მაღაზია და ეხ ჩემი ლენდლორდი ვინც არის შენობის მენეჯერი რა, მართველი. ნანახი არ ვიცნობდი. არასდროს არ შევხვედი, რომ საერთო მეგობრიც არავინ არ მყავს. აი ეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის მაგ ადამიანს რომ მაგას რომ არ შეეწყო ხელი არ ვიცი მე დღეს და როგორ არანაირად ვიქნებოდი სადღაცას სწორ ადგილზე მოხვდებოდი ეგ იყო რა სწორი ხანაირად წინა დღეს ვიღაცა მითხრა ვიპოვე ადგილი და მითხრეს რომ ვაიმე ბოდიში მაგრამ სხვა ავირჩიეთო შენს მაგივრათო და იცი როგორია ხო რომ სხვა გამჯობინეთო ხო ერთმა გაგიმარჯოთ მეთქი პატარა მესაპნე იყო რა ვიღაცა და ის დაატიეს იქ და მეთქი მაგ საპნის ბიზნეს მე ვიყიდით ხო წელიწად ნახევრის მერე ვიყიდე თვითონ დამირეკა და მითხრა მე შენ ვერ დაგეწევიო და მოკიდიო $1500 ყველაფერი რაც კი რამე მაქვსო და ვიყიდე პირველი ბიზნესი ვიყიდე წელიწად ნახევრის მერე მე მინდა რომ ალამოებზებს მოყვე ხო და აი ეს აუცილებლად უნდა ვთქვა დახმარებას რაც შეეხება რომ ამ ჯოისი ქვია ჯოისი უთხარი არ მიცნობ არ გიცნობ ფული მაქვს სულ $5000 ყველა კრედიტ კარტა გამოყენებული მაქვს $5000 გარდა მე ჩემს მეგობარს დავრეკე და ნინოს თხოვე რომ ფული მას ესხე მეთქი $10000 თქო რომ კრედიტ კარტები გადავეხადო მეთქი თუ შემიმოწეს ბექგრაუნდი რომ ვითომ გადახდეთ და ნენელად დაგიბრუნებ მეთქი აღარ დამჭირდა იმიტომ არ შემოწმეს ნინოს დაბრუნე ნინო რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთან ახლა რომ გოგოს ურეკავ და $10000 მათხოვე რა და ბაზარი არ არის გენდობი მჯერა ანუ მე რამდენით დაიწყე 5 $200 Amazon-დან $200 გამოუსწრა $200 მაგრამ იქ ქირა ხო გჭირდებოდა აი ეს ქირა იყო უკვე $5000 და ამ ჯოის რო უთხარი რომ უნდა მენდო ანუ შენ ფაქტიურად გენდობოდა ხალხი და გაძლევდა საშუალებას რომ გეარა წინ ხო მენდო და მე უკვე დავამტკიცე ჩემი თავით 16 საათიანი 9 თვის მუშაობით და ამას უთხარი მახსოვს რომ ფული არა მაქვს, მაგრამ აქვს მიზანი და ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას ვისკავ მეთქი და რას და ჩემი შვილის პირველ ნაბიჯებს და სიტყვებს მეთქი და რაო სოფია მაშინ არც ლაპარაკობდა, არც დადიოდა. მე მეთქი იმდეს ვიმუშავებ თქო, რომ შესაძლებელია გამოვტოვო სოფიას პირველი სიტყვები, პირველი ნაბიჯები მეთქი და ანუ გამორიცხულია რომ ამ ბიზნესმა არ იმუშაოს მეთქი თუ ამ ხელა რაღაცას ვისკავ და უნდა მენდო მეთქი. ანუ ეს არის ხვერპული? არა, მას დავესწარი. ჩვენ თოწინ გაიარა. მარიამ რა არის? მე მაინტერესებს ხვერპლი იყო შენ ფორმულაში. ნუ ზოგადად ხვერპლი ბიზნესი დედა ტრანსფორმაციას ხვერპლი მე არ უყურებ როგორც მსხვერპლს მე უყურებ როგორც ინვესტიციას
ინვესტიციას, მაგრამ შენ თმობ რაღაცას. შენ თმობ, ანუ არ ვიცი, შენ შემთხვევაში უფრო ალბათ ცოტა სხვანაირად იყო უკვე დალაგებული, მაგრამ არაფერი არ იყო დალაგებული, წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებ. როდესაც შენ მუშაობ და დილიდან ღამემდე ხარ სამსახურში, შენ ვერ ხედავ შენ შვილს. შენ არ გაქვს კომუნიკაცია და შემოიფარგლები რაღაც 15-20 წუთიანი კომუნიკაციით შენ შვილებთან. ჩემ შემთხვევაში ესე იყო. თუმცა ამ 15, ეხა ეს მე ისე ვთქვი, სადღაც თუნდაც 1 საათი დილით, 1 საათი საღამოს. მე ვცდილობდი რომ მაქსიმალურად მთელი ჩემი რესურსი გამომეყენებინა და დამეტოვებინა ის რაღაცა, რაც ჭირდება დედისგან. რამდენად შენ თვლი, რომ ქალი, რომელიც არის საქმეში, ბიზნესში და აკეთებს ფულს, არის ხვერპლი, თუ მას შეუძლია დააკომპენსიროს ისე, რომ ბავშვი გაიზარდოს და იყოს მადლიერი ამ ყველაფრის, რომ აი დედა ესეთი შრომა ჩადო, ვთქვათ, რაღაც წლები, იშრომა იმისთვის, რომ მას კონდეს კარგი მომავალი. პრინციპში ჩემი შვილების შემთხვევაში მე ჩემი შვილები პირიქით მადლიერად უყურებენ, მაგრამ ეხლა რომ მე თვითონ რაღაცეებში ვამახვილებ ყურადღებას, ხვდები, რომ რამდენად მნიშვნელოვანი ვიქნებოდი ეხლა იმ მომენტში და უფრო მეტი ალბათ შემეძლო. აი შენ როგორ ფიქრობ ამ შემთხვევაში? მადლობა შენ და შენაირ ადამიანებს. მე მაგ დროისთვის უკვე იმდენად ჩემს თავში გარკვეული ვიყავი, რომ შენ შემხედარე და შენაირი ადამიანების შემხედარე სხვის შეცდომაზე ვისწავლე. ასე რომ ვთქვათ. თუმცა პირველი 9 თვე ძალიან ძნელი იყო. მე მახსოვს, რომ ჯერ ესეთი მიდან დაღლილი მოვდიოდი და რატომ მოვდიოდი დაღლილი? 3 საათსა და 15 წუთზე სოფიას უმთავრდებოდა ბაღი. მე რომ მაღაზია გავხსენი, დედა ჩემს სამსახურს დაიწყო და ანუ ბავშვის წაყვანა წამოყვანა სულ ავათი იყო თან, ესე იგი 8 თვე რამის ჭყოიდან გადავედი, როდის დამირეკავდნენ რომ წაიყვანე ბავშვი ბაღიდან, არ ვიცოდი. მიწოდა მაღაზიის დაკეტვა, გამოიქეცი, წამოიყვანე ბავშვი, ვერ მიდიხარ უკან. და მე მართა უკვე როგორი ისტერიკა მჭირდა, იცი რომ ერთი საღამო არის და ვალაგებ რა, სახლში, ოთახში და დაჩი ჩამოვიდა და რაღაცა მკითხა და დავიღრიალე. ან ჩემს თავში ჩუმად ვიყავი რა, ხო ხვდები და უკვე ახალ შემიძლია ესე ვარ. ჩემი ქმარი მაგარი ის არის, არ არის ესეთი ქართველები რომ სახალი რატო არ არის დალაგებული. არა, პირიქით ყველაფერში ჩართული არის და ყველანაირ ბავშვები იმას მიყავდა სკოლაში, ბაღში და ეს, მაგრამ ანუ ჩემთვის იქ იმაზე იფიქრე, ამაზე იფიქრე. ოთარ ამთქრევი რო არის, ხო იცი? ერთი ქისთან ამოიღე შეკადა. ასე ვარანწილებდი ფულს, როგორ რანაირად მოვედი აზრზე არა ვარ რა, ეს იმიტომ რომ არ იყო ხო? ხო, ბიზნესი და პლუს ემატებოდა ეს დედა ჩემი კიდე მაგ პერიოდში დედა ჩემისთვის აი ხა შერასაც ამბობ. ოღონდ თქვენ შორის განსხვავება ისე რომ ქეთო იმიგრანტი იყო. იმას უნდოდა რომ მე მაქსიმუმი მიმეცა შვილებს. ანუ დედა ჩემს უნდოდა რომ ყოფილიყავი იდეალური დედა და პლუს ყოფილიყავი აღარ აინტერესებდა. ნახე ქეთოს ის არ აინტერესებდა. ამას უნდოდა ეს მქონდა რა, ანუ ფეშენ მქონდა რა. ვინ იყო შენი მოტივატორი? ჩემი მოტივატორი ვინ იყო? ჩემი მოტივატორი იყო მარიამი, რომელმაც წერილი დაუწერა იმ მარიამს 10 წლის მერე, რომელიც წერილიც მე დაუწერე ჩემ თავს. ანუ საკუთარი თავი. მე ავიღე წერილი და დაუწერე ჩემს თავს 10 წლის შემდეგ. და იქამდე მივდიო ჯერ არ მისულა. მაგრამ როგორ მიხვედი იმ მარიამამდე? აი სხვების მოსმენით, სხვების წიგნებით, წიგნების კითხვით, სხვის იმ და როგორც იმან რა ქვია, ჯიმ კერიმ რომ $1 მილიონ ჩეკი გამოუწერა, $10 მილიონ. ხო იცი თავის თავს. მე წერილი დაუწერა. არ ჩეკიც გამოწერე ჩემი ქმრის ბლოკნოტიდან, რა ქვია, ჩეკბუქიდან, დღემდე მაგაზე დამცინი, სად არის ეგ ფული? მეთქი არ მქონდა ჩეკბუქი. შენ რო ქონოდა დიდი ფული. ისე ქონოდა აწყობილი ცხოვრება, როგორც ძალიან ბევრ გოგოს შენ ასაკში, მშობლებისგან თქვათ, ან რა ქმრისგან და ასე შემდეგ. შენ გახდებოდი მარიამი? აი, გექნებოდა ის შენი ბიზნესი ისეთი როგორიც არის ახლა? ამ წლების განმავლობაში იმდენიაირად ჩაუღრმავდი ჩემ თავს, რომ
არც იმაზე ვფიქრობ რა იქნებოდა და არც იმაზე რა მოხდება. ასე რომ მაგაზე პასუხი არ მაქვს. ვერ გეტყვი. რატომ ალბათ არა. ზოგადად ყველა ანტრეპრენერის გზა არის რთული. ადამიანი ადვილად ვერ ქმნის ბრენდს. ყველა ბრენდის უკან დგას რაღაცა ისტორია, გზა, საკმაოდ რთული. დღეს რო კონდეს ფული გახსნა რაღაცა ბრენდით, ну, აი თქვათ, გახსენი ბრენდი, იმუშავა, თავისი ამოჭამა, მერე დახურე, მერე გახსენი მეორე და ის შეიძლება ის ისტორიიდან წაიშალოს, როგორც ბიზნესმენია. ეხლა ნახე რა არის? ეგ არა, ახე მაგას ცუდი არაფერი არ არის. ჯერ ერთი ჩემი სიტუაცია რა არის? მე მიზანი მქონდა იმაზე დიდი, ვიდრე უბრალოდ ფული გააკეთე. და რატო? ფულს მაინც ვერ ვაკეთებდი. რას ვაკეთებდი? მეც არ ვიცოდი. და მახსოვს რომ ჩემი ძმის და დედაჩემის დამსახურება არის რომ ნაკვეთი იყიდებოდა ჩვენთან სადაც გვაქვს სოფელი ბლუაჩაურთან და იყიდე ჩემო ძმამ იყიდე რითი ვიყიდო მეთქი რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ არ ვიცი იქ ბაღში გავდივარ აქეთ მოვდივარ და მახსოვს რომ პირველი თანამშრომელი მაშინ ავიყვანე აი წეღანდელ ამბავს დავამთავრებ აღარ შემეძლო აღარც დედათ ვარ გოდი, აღარც ოღონდ ვარ გოდი, აღარც მეგობრად, აღარც შვილად, აღარც ბიზნესვუმენად, აღარაფრად, უკვე აღარ შემეძლო რა ისტერიკა მჭირდა და ერთი თვე მაღაზია დავკეტა ლევანის ვეუბნები წავედით მეთქი და road trip-ი მოვაწყეთ მე ლევანი დედაჩემო და ბავშვებმა. მაღაზიაზე გავაკარიხე წერილი აღარ შემიძლია. ვებსაიტზე შედით და გამოიწერეთ 20%-იანი ფასდაკრებით რომ დაბრუნდები იმას ვიზავ თქო. ესე იგი, მაგ ერთ თვეში ორი თვის ქირა გავაკეთე, იმიტომ რომ ხალხ გაგიშდა მაგაზე რა, იმდენად გულწრფელად ვქენი. ეგ იყო ჩემი ის გამოკლება, რასაც ქვია რა და რასაც ვურჩევ ალბათ დამწყებებს არის რომ თუ ხვდებით რომ აი ვეღარ გაჩავ რა არც იქით ვერ გიხარ და არც აქეთ არ ვარ გიხარ ამოიჩიე რომელიღაცა ან ცოტა ხანი ორივეზე გაჩერდი რაღაცა ცოტა აი ბალანსი ძალიან ძნელი არის ჩემი აზრით არ არსებობს work life balance-ი სადღაცას 100%-ით უნდა გადაერთო და მე უნდა შეეგუო რომ აი ამას თუ არ გაივლი არ გამოვა რა მოდი გაიჭირვე და მე უფრო მეტი საშუალება გექნება რომ იმას ქნა რა ქვია ბევრი რამე გააკეთო. მე მინდა რომ მალამოებზე მოყვე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ხა ვისაუბროთ, მაგრამ შენ გაიარე გზა, შექმენი შენი ბრენდი, დაიწყე საპნით, შექმენი მერე კოსმეტიკა, ბევრი საინტერესო პროდუქტი და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებელი მერე დაინტერესდება შენი გვერდით და შევლენ, ნახავენ და ყველაფერი, მაგრამ შენ შექმენი წამალი ეს გამოვიდა სხვისი დახმარებისთვის. წამალი ეგ არ არის ეს არის უკვე თერაპია. თან შექმენი ისე, რომ შენ ამის ანუ არანაირი ცოდნა არ ქონდა, მაგრამ შექმენი და ის მუშაობს. და საკმაოდ კარგად. პირველი იყო ეს. ბაბო ქვია, ჩვენ ვეძახდით ბაბოს. დედაჩემის ბებიას, ნინა ბაბო. და დავარქვი ბაბოს healing balm. ეს რა არის? ეს არის ეგზემა, ნაფხაჭნი, გაჭრილი. აი, ბაბო რაც ყველაფერთვის რო არის რა, ბებიასთან რომ მიხვალ და ყველაფერში რო დაგეხმარება, აი, მაგით დავარქვი ბაბო. ეგზემას ატავა, მოგა ეს ახლა მაგრამ ну პირველ რიგში უნდა აღვნიშნო აქ დისკლეიმერი გავაკეთო რომ ეს არ არის არც FDA-ით და შემოწმებული, არც დამოწმებული, არანაირი ის ლიცენზია არ არის რაღაცეები რო გჭირდება და მაგრამ კარგად იყიდება ამერიკაში. იყიდება კი არა, ეს ორი მალამო, ტკივილგამაყუჩებელი და ბაბოს მალამო ნაკბენებზე გაჭრილი და დამწვარი ეს ტკივილი. arthritis, sciatica, nerve pain აი წელის ტკივილი, კისრის ტკივილი, მოკლედ რაც გინდა, ხო? მაგის ეს ორი გვიდევს გარეთ. როდესაც მაღაზია დაკეტილია თუ ღია არის, ჩვენ გვაქვს პატარა მაგიდა, სადაც ეს გვიდევს და ხალხი მიდის და ისმევს და თუ მოსვან შემოდიან. ეს ორი არის ჩვენი ნომერი 2 ტოპ 5-ეული არის რა, ანუ პირველი და მეორე არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს არის sleep ძილის. ეხლა ამის ისტორია. ძილის მალამ, აი ყველას აქვს თავისი ისტორია, ყველაფერს.
ეს მალამო ზევით ჯერ მაშინ პირველ მაღაზია მაქვს, ნუ მოკლედ ის კალიმენდო მაღაზია გავხსენი, რაღაცნაირად მივაღწიე. არა გაწყვის რომ ესკალატორი ეს და რო ავდიოდი ესკალატორზე ეს ეხა სადაც ავარ ეგ დავინახე რა და ძალიან მომეწონა და მაშინ რა ვიცი მე $800 თუ რაღაც აღარ და რა ის $800 რა რემონტი ეს მინდა მეთქი რა. ხო რა. კი ბატონო, მაგრამ ბავშვენი ბიუჯეტი ეგ არ არის რა მანიფესტაციას ვეხები ეხლა და რატო? სანამ მაქალ შევხვდებოდი თქვი რომ $100-ზე მეც არ ვიხდი ქიაში მეთქი დაუნთაუნში რომ ავიღო კარგად გაზა მეთქი $100-ად ავიღე ეგ მაგით მაღაზია ზუსტად პირველი. ამაზე ვთქვი რომ ეს მინდა მეთქი და 2 წლის მერე ჩემი გახდა. მაგ დღეს. სადგა მახსოვს ერთი ბებია დედა და შვილი შემოვიდნენ ამ ბავშვს ქონდა გადახვეული ბინტები სისხლიანი იყო სულ ეგზემა სერიოზული ძალიან ცივი ეგზემა და იქნებ გვიშველო რამე უკვე ბალახეულები და რაღაცებს სწავლობ ჯერჯერობით სწავლობ ჯერ ისევ საპნები ბადუზანები და ეგეთი რაღაცები ქვედა გული დამეწვა და აი თავში ვგრძნობ რომ მარიამ შეგიძლია მარიამ შეგიძლია და აი ეს ბებია ჩემი რაზეც წეღან მახსენე ჩემი დიდი ბებია მაშინ თითქოს ის ჩამესმარა რომ დაიძინე და წავედი მაღაზია დავკეტე უკან კედელი მქონდა იქ უკან დავწექი დავიძინე მე ტელევიზორი ვითო რომ გამორთავ ჩემ თავს დავიძინე და მაშინ ნახე ასე ვთქვათ სიზმარში რომ აი ეს უნდა გამეკეთებინა ეს მალამო და უგზავნე ამას ისინი ინგრედიენტები ამას აქვს ახლა მაგალითად მაშინ ჯერ არ მქონდა ეს უბრალოდ მზესუმზირის ზეთით გავაკეთე მაგრამ მე მზესუმზირის ზეთს infusions უკეთებ 7 სხვადასხვა ბალახით ანუ ხარშავი მაშინ და რა ქვია როგორ არის შველის ახლა რა ეგზემას და ნაკბენი კოღოს ნაკბენი მზის დამწობა ხელის კვების დროს დაწყო ანუ ესეც ხო არა ეს სხვა ხო ამას ყველაფერს ამ ყველა პროდუქტს აქვს 100%-ით ნატურალური ინგრედიენტები არ ვიყენებ იმას რა ქვია პარაფინის ვაქს უბრალოდ ვიყენებ მას ფუტკრის ცვილს ეს კოსისტემში შესაბამისად არის შექმნილი მოკლედ ამათ გაუგზავნე და გადაიდია ეს ბავშვი სტერეოიდებზე ყავდათ ჩამოხსნეს всё სტერეოიდებიდან იმიტომ რომ არ ხა კურნით არ უკურნავს მაგრამ აულად და ფოტოები მაქვს დღემდე მოკლედ ესე მივხვდით რომ ეს ძალიან კარგი პროდუქტია ეხლა რა შეხება ამას მაგ ტერიტორიაზე სადაც მე მაღაზია მაქვს პარკინგის პოვნა თითქმის შეუძლებელი არის არ არსებობს პრინციპში რა და დავიწყე სკუტერის ტარება ვისწავლე და სკუტერზე დავდივარ და რემონტს ვაკეთებდი უკვე ქვედა სართულზე რა ვიცი მე მედალევანი გავაკეთეთ ყველაფერი ისინი დამეხმარნენ მე პატრონეები ასეთი მშრომელი არავინ არ გვინახავსო და თუ ვინმე იმსახურებს მარიამი არისო და $15,000 გადაიხადეს მარტო წყლის გაყვანილობაში მაჩუქეს და დამეხმარნენ თავიანთი თანამშრომლობით კიდე მე პატრონეები ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რა დღემდე სტიმული არის ეგეთი ადამიანები ნახევარი კიოსტი მაგათი აშენებულია ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია გიორგი ჭინჭარაული იცი ვინ არის ლაშა ტალახაძის ექიმი და ძალიან ბევრი ქართველი ძალიან კარგი და წარმატებული და მსოფლიო ჩემპიონების და ჩემპიონების ექიმი გიორგი ჭინჭარაულს მივეცი მალამამ რო გაესინჯათ თვენახევრის მერე უკვე რო წავედი მომდის მესიჯი და გიორგი მეუბნება მარიამს გასი რამე ჩვენ არ გვინახავსო ასე სწრაფად მოქმედებდესო ანუ სრები აღარ გვაქვს ნაცადია გიორგი ასანიძე ბატონი ზურა მაგათი მთავარი ექიმი და თვითონ ლაშა ტალახაძის რეკლამა სადმე გინახავთ რომელიმე პროდუქტზე რამე გაეკეთებინოს არა იმიტომ რომ არ აკეთებს რეკლამებს ხო ეს არ იყო რეკლამა ეს იყო ადამიანმა მოინდომა გიორგიმ ლაშამ და ეხლა პოლიტიკური ეს არ დაიწყოთ თქვენ შემოგელეთ აქ კომენტარები და რაღაცები აბსოლუტურად არაფერი პოლიტიკასთან არ არის ამ კენწლეს გიზოს ვიდეოში ისა ლაშა რო ვახსენე და თავი შეიკავეთ მართლა გეუბნებით იმიტომ რომ რაც არ უნდა იფართხალოს მთელმა ქვეყანამ და მთელმა კაცობრიობამ ლაშას ნაირი სპორტსმენი თავის იმაში სფეროში არ არსებობს და ესეთი ადამიანი და მაგისი ექიმი და მაგისი მწვრთნელი რო გეტყვის რომ ასეთი პროდუქტი არის და ამითი მადლობელი ვარ და შეუკვეთა სპორტის მედიცინის ასოციაცია, ძიუდოს ფედერაციამ შეუკვეთა ოფიციალურად ინვოისებით, ელიანებით, შიპინგში უფრო მეტი გადაიხადეს, იქონოდათ. მაგან მე იცი რა გამიკეთა. ჩემი თავდაჯერებულობის დონე, აი როგორ აფრინდა, იცი?
დავიწყე უკვე ამის იმაზე სერიოზულად მიიღებ, ვიდრე მანამდე წარმოვიდგინე, თურმე რა ყოფილა ასეთი ადამიანები, რომ სტიმული მომცეს კი არა, აი რა ვიცი, მე მოკლედ თავი მეგონა რაღაც ყოვლის შემძლე რა. ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ მაგათ რო არ ეთქვათ, მე ესე ვიჯეკი. არა, რომ დაწუნებული იყო და რომ ჯეროდა ჩემი პროდუქტის, იმიტომაც მივეცი, მაგრამ მაგან უფრო მერე ვთები შემასხა, იმიტომ რომ თვით დაჯერებულობა ძალიან ამიმახლდა. და მე ძალიანაც ამერიკაში უნდა ჩავიდეს ყველა, როგორც აი შენ ხეხლა ისტორია მოყევი და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი გადინება ადამიანების ქვეყნიდან, ყველა ცდილობს გავიდეს ქვეყნიდან, გონიათ, რომ იქ შეუძლიათ შექმნან რაღაცა, ეს ყველაფერი, ისტორია გასაგებია, ეხლა ყველას თავისი ისტორია, ხო? შენ ისტორია უფრო სხვანაირია, ეხლა ჩემი ისტორია კიდე საკმაოდ გრძელია, ჩათვალე, რომ 30 წელია და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინტერესებს აი შენ რა სიტყვა დღეს უნდა ჩავიდეს ადამიანი ამერიკაში იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიოს თუ შეუძლია საქართველოშიც მიაღწიოს რა არის სხვაობა მეც მივაღწიე მე ვთვლი რომ ბევრს მივაღწიე საქართველოში ჩათვალე ამ სახის რაღაცა ბუნებრივი დაბერების კულტურა დავნერგე თუმცა ამისთვის დამჭირდა წლები პერიოდი რაღაც მომენტები და ასე შემდეგ და აი მე მაგალითად უნდა ჩავიდე ახლა ამერიკაში შენ არა ერთადერთი თუმცა ძალიან ბევრი შემოთავაზება არა ნახე თუ თქვათ მიზანი გაქვს ის რომ წახვიდე სიტყვაზე აი დაუშვათ თავი გადადო 1 წელი ამ 1 წლის განმავლობაში კიდევ უფრო აი მაღალი კვალიფიკაცია კი 30 წელი მაგრამ კაცმა იცის იქ რას ისწავლო ხო ყოველდღე სწავლობ თუ ყოველდღე რაღაც ახალს არ სწავლობ დროს კარგავ ხო ან ასწავლო ან სხვა სასწავლო იქ და ასევე ისწავლო და ასევე დაატრეინინგო და შენი ოფისი გახსნა და შენი სტუდიო გახსნა იქ მაგრამ ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად რომ მინიმუმ 2 წელი შენ ამისთვის უნდა გადადო თავი ეგ სხვა არის კი რა თქმა უნდა აქედან უნდა ანუ აქ უნდა მიატოვო წახვიდე იქ არაფერს არ ტოვებ აქ ისე უნდა მოაგვარო რომ entrepreneurial mindset-იდან გადახვიდე business woman-ის mindset-ზე მე წეღან მკითხე შენ entrepreneur ხარ თუ business woman-ია მე entrepreneur-ი რატო ვარ იცი რომ ჯერ კიდევ მე ვარ მშიერი ჩემი წარმატების მე ყველაფერს ვაკეთებ აქ ვარ იქით მივალ მე გადავდებ ამას დავდები იქ იმას გავაკეთებ ჯერ კიდევ მე ფულს ვზოგავ იმაში რაც შემიძლია მე თვითონ გავაკეთო როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა და ვცდილობ იქამდე მივიდე რომ დრო დავზოგო და დელეგირება გავუკეთო სხვა ჩემს საქმეს ხო და სხვას გადავცე აი მანდ უკვე გამოდივარ მე ბიზნესვომენი შენ უკვე გაქვს ის საშუალება რომ შენ დელეგირება გავუკეთო შენს საქმეს შენი საქმე ჩააბარო სანდო ადამიანს რომლებიც გყავს და წახვიდე და იქ უკვე თხელახლა დატრიალდე entrepreneurial mindset-ის და აი შიმშილის გარეშე ვერ წახვა. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი წარმატება უნდა გაიარო, ეს უნდა გქონდეს. რაც შეეხება ადამიანს, რომელიც ნულიდან იწყებს, ხო? იცი რა არის, გაჩენ თუ პროფესია, თუ საქმე გაქვს, ხელობა იცი. იმიტომ თუ მიდიხარო აქაურობა არ გინდა და აღარ არ შეგიძლია და ვერ იტანდა გინდა თუ არა იქ უნდა იცხოვრო კარგი, ხა ეგ სხვა ამბავია. მაგრამ შეგიძლია რომ წახვიდე და ამერიკა იქნება თუ ევროპა გამოიყენო როგორც ხელსაწყო და წამოხვიდე და საქართველო არ არის ქვეყანა რომ გიშლიდეს ხელს პირიქით აქ უფრო მარტივია ბიზნესის ქონა რას ლაპარაკობთ 35-45%-მდე მარტო ტაქსებს იქ ვიხდით ანუ აქ გაქვს საშუალება წადი გამოიყენე გამოცდილება შეიძინე იმუშავე, საქმეც გააკეთე, გარც გვერდზე იმუშავე, გადადე შენი თავი რაღაცა კონკრეტული დრო, ჩამოდი და აქ იყო და აქ იმუშავო, არ გიჩვენია ბოლო რა ქვია, საღამოს მაინც ნახავ მეგობრებს და ნათესავთან წახვალ დაბადების დღესზე. ამერიკა ძალიან კარგი ხელსაწყო არის, რომ გამოიყენო. ასაკს აქვს მნიშვნელობა. არანაირი. ანუ ეხლა ვთქვათ 50 წლის ქალი ან მამაკაცი თუ გადაწყვიტავს რაღაცა ნაბიჯი გადადგას ის თუ აქ უკვე რაღაცა აქვს აწყობილი
რომც არ კონდეს წადი და იქაც. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი ყველას ვეუბნება. ენა თუ არ იცი, სად გარბი ხარ? და სანამ იმ სახკარს გაყიდი, რომ ფული იშოვნო, რომ გადახვიდე იქ, ხო, გინდა უსაბუთოდ ხო საერთოდ, უსაბუთოდ კიდე რთული არის საკითხი არის. სანამ ფულს მოაგროვებ და დროს დაგეგმავ იქ, სად უნდა წახვიდე და როგორ ბიჭო, წადი და ინგლისური ისწავლე, კურსი გაიარე რაღაცა. იმიტომ რომ ენის გარეშე ძალიან ძნელი არის. ძალიან ძნელი არის. შენ ჩამოხვალ აქ მე ჩამოვა. ბავშვები მე ძალიან მინდა რომ ბავშვებსაც რა ჩამოიყვან თქმა უნდა, ჩემი შვილებმა ორივე მიცის წერა, კითხვა და არა, სოფია მარიცის ჯერ წერა კითხვა, მაგრამ მაგრამ შენ გაზარდე იქ მე რა, ჩვენ ქართული ოჯახი ვართ. შეძლებენ შენი შვილები აქ ცხოვრებას ვაიმე, გირდებიან. რატო არ წამიყვანე? ეხლა კი, ჩვენ ყოველთვის ჩამოდივართ. წრე და ეს ყველაფერი ხო იქ აქვთ მე ის მეგობრები ისევე ყოლებიან და სოფია ჯერ ძალიან პატარა არის. სოფია ჯერ ძალიან პატარა არის და სხვათა შორის საქართველოში კერძო სკოლები 100 ჯერ უფრო კარგი არის, ვიდრე იქ, სადაც ჩვენ დავდივართ. ჩვეულებრივ ხო, აი მე მიყვარს რომ აქედან მიდიან სასწავლებლად იქ, როდესაც კი, მე კერძო სკოლებზე მაქვს საუბარი. საფუძველი აქ განათლების ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ჩემს გარშემო თითქმის ყველა კერძო სკოლაში ყავს ბავშვები, ასევე როგორც დეიდა ჩემს თავისი ორივე შვილი ჩვეულებრივ სკოლაში დaqავს. ხო, მაგრამ კერძო სკოლების ბევრი ვიცი რომ დადიან. საფუძველი ძალიან სერიოზული არის აქ. და მე უკვე ინსტიტუტი, კოლეჯი, უნივერსიტეტი და ასე შემდეგ იქეთკენ რა თქმა უნდა გაჩნია რა გინდა და როგორ გინდა, მაგრამ აი ხლა სადაც არ უნდა აიყვანო ადამიანი, გიორგი ავიღოთ, ჭინჭარაული. ლაფან ანტკრის სკოლა აქვს დამთავრებული და მსოფლიო ჩემპიონობის ექიმი არის. სულ არ უსწავლია კემბრიჯში და იელში. თუ გინდა სწავლა, ისწავლე. მე 18 წელს ამერიკაში წავედი და წამოვედი და არც არაფერი, ეს არ მაქვს დიპლომი, არ მაქვს. თვითნასწავლი ვარ ყველაფერში. რაღაცა გამიჭირდება, წავა მოუძებნი, ჩავყოფ თავს და მარიამ, მოდი ახლა ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ფორმულა. მარიამ თვალიაშვილის ახალგაზრდობის ტრანსფორმაციის ფორმულა. პირველი ელემენტი. შეცვალე დამოკიდებულება გარემოს მიმართ თუ გარემოს ვერ ცვლა. მეორე. დაუთმე საკუთარ დროს თავი რომ ჩაიხედო შიგნიდან. მოусმინე. გზას თუ მიხვდი რომ გადაცდი არ აუშავს. ღმერთს ყველა უყვარს და უბრუნდი გზას სინამდვილეში ის ღმერთი გატარებდა ხელით იმ გზაზე. მეოთხე. წარსულში ცხოვრებას თავი დაანებე, იცხოვრე აწმყოთი, დაგეგმე მომავლისთვის და დაანებე სხვებზე რაღაცების დაბრალებას. ეს იქნება მშობლები თუ გარშემო პირობები. მეხუთე. შენ თავს აპატია ყველა შეცდომა. იმიტომ რომ ის შეცდომა გაკვეთილები იყო. მეექვსე იყო კომფორტის ზონა. კომფორტის ზონიდან გამოდი, იმიტომ რომ რაც უფრო ღრმად ჩახვალ, უფრო ღრმად ჩაგიყოლებს და ნუ გეშინია სიახლის. იმიტომ რომ ყველა სიახლეში რაღაც გაკვეთილია. და თუნდაც დაეცი 100 ჯერადები. 100 მე ერთ ფეხზე დადგებ. და თუ არ დაეცი, ვერც შეძლებ რომ სხვას დაეხმარო და ასწავლო როგორ უნდა ადგეს. და ბოლოს რატო 11 drops? 11 drops ჩემი დაბადების დღე 11 იანვარი და 11 ესენციური წვეთი, ასე ვთქვათ. ეს იმიტომ რომ KW Sops ერქვა თავიდან და რო გადავწყვიტე რომ უნდა გავხდარიყავი გლობალური ბიზნესი, გლობალური სახელი მიტოდა და არც არის აუცილებელი ძალიან მარტივი ყოფილიყო. მე რასაც გავაგებინებთ, იმას გაიგებენ. და ეს იყო ჩემი რაღაცა ეს ნიშნულოვანი არის რომ რაღაცაც ჩემი ყოფიდან 11 იანვარს გადავწყვეტა ბიზნესის დაწყება და აი ხედავ რამდენი 11 მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ არის ნუმეროლოგიაში გადავადიხარ რომ ჩემს ლოგოს როცა უყურებ ხედავ 11 არის ანგელოზების სიცხე და ნიშნავს რომ შესაძაც ამას ხედავ შენი ანგელოზები გეუბნებიან რომ სწორ გზაზე ხარ და მარტო არ ხარ. მადლობა მარიამს. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ისტორია გამოვიდა. ეს არის ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. დღეს ჩემთან სტუმრად იყო მარიამ თვალიაშვილი. 11 drops-ის დამფუძნებელი
ჯერ კიდე ახალგაზრდა entrepreneur-ი, მაგრამ სულ ცოტა ხანში მე მჯერა ისეთი შემართება აქვს, გადავა ბიზნეს ვუმენის სტატუსში. ეს იყო მისი ისტორია და მისი ახალგაზრდობის ფორმულის ელემენტები. თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, არ დაგავიწყდეთ ღილაკი და შემდეგ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის საინტერესო იყო ეს საუბარი, მიუხედავად რომ ბიუჯეტ გვაქვს ერთმანეთთან, ბიუჯეტ გვაქვს ამ თემაზე ნალაპარაკებ და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა. ხო, ახო. თუ მოგეწონათ ჩემი ისტორია, ძალიან გამიხარდება თუ გამომყვებით გვერდზე E11 drops, ანუ E11 drops და ასევე მაქვს პირადი გვერდი მარიამ წერტილი-თვალიაშვილი 11. გამოვყევით რაღაცებს ინგლისურად და ძირითადად ინგლისურად ვდებ. თუმცა მაქვს გეგმები რომ თუ საქართველოს დაინტერესებული იქნება მომავალში ჩემი პროდუქტის აქ შემოტანის. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს. და თქვენ შემეხმიანეთ, გამაგებინეთ რა მოგწოთ, რა არ მოგწოთ. მე ძალიან ისეთი მონდომებული ვარ რომ რაც შემიძლია გავაზიარო ადამიანებს და მოკლედ გელოდებით მეც ასევე ჩემს გვერდზე თამაშორნას უღრმესი მადლობა წარმატების ქალის წარმატების ფორმულა ხარშჩაინ ჩემო კარგო და მე ყოველთვის მიმაჩნი ხარ ძალიან სერიოზულ მაგალითად როგორც დედად, როგორც ქალად და როგორც ბიზნესვუმენად და ანტრეპრენორად და ძალიან მიხარია რომ არ დაგიკარგავს ის ანტრეპრენორის ის პეცი და ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ შენს არხს და საქართველოს მოვესალმები საქართველოს. მეგობრებო, ჩვენ ვაძლევთ და ვიწვევთ აბსოლუტურად ყველას, ვისაც აქვს სურვილი, მოყვეს საკუთარი ისტორია, გაგვიზიაროს თავის წარმატების ფორმულა, ახალგაზრდობის ფორმულა და ასევე წარადგინოს საკუთარი თავი, თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მოგცეთ ეს შანსი. ბედნიერად.